უნდა გავიწმინდოთ ნაწლავები ვიდეო მეორე. ნახეთ, ძალიან ბევრი ადამიანია, დეფიციტები აქვს და რას არ სვავს ზოგი მე გადასხმებსაც იკეთებს, მაგრამ არაფერი არ გამოდის, ხო? ნახეთ, აი თუნდაც ავიღოთ რკინა დეფიციტური ანემია. დავიწყოთ იქიდან, რომ შეიძლება იქ მწოვარა პარაზიტია, მაგალითად ასკარიდას, დღეში ჭირდება 40 მილilitrამდე სისხლი. თქვენ თუ ის იქიდან არ გაიყვანეთ, ის არ შეწყვიტავს კვებას და შესაბამისად თქვენ ვერ აიწევთ გემოგლობინს და რაც თავარია თითო დაყრაზე ჯანსაღ ასკარიდას შეუძლია 250.000 კვერცხის დაყრა. ანუ პირველ რიგში უნდა გაწმინდოთ იქაურობა და რაც თავარია ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი მინერალის თუნდაც რკინის მაგალითად სინთეზი და გაწოვა ხდება ჩვენი ბაქტერიების მიერ. თუ იქ სიბინძურია რომელ სინთეზია, თუ ბაქტერიები არ არის შესაბამისად რომელ სინთეზია და მერე გაწოვაზე. ამიტომ ვიძახი ხოლმე ყოველთვის ყველაფერი უნდა დავიწყოთ წმენდით.